შეიძლება ითქვას ამ ეტაპზე, რომ გარკვეულწილად უკრაინამ შეძლო წინსვლა, ტექნოლოგიური წინსვლა და ეს არის იმის წინაპირობა, რომ რუსეთმა შეიძლება დაიწყოს რეალური მოლაპარაკება უკრაინის დეოკუპაციაზე. ლაპარაკი იმაზეა პირველ რიგში, რომ უკრაინამ აწყო სერიული წარმოება იმ სპეციფიკის, რომელიც გვაძლევს საშუალებას რუსული ლოგისტიკის განადგურების რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის შორსმფრენი დრონები, ეს არის რეაქტიული დრონები, ეს არის ბალისტიკური იარაღი, რომელიც ჯერ არ ყოფილა მასიურად გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მალე იქნება გამოყენებული. რა არის ცით შეიძლება ითქვას, რომ უპირატესობა უკვე ჩანს უკრაინის, ტექნოლოგიური უპირატესობა და თუ კი რაოდენობრივად რუსეთი ჯობნის ჯერჯერობით კიდევ უკრაინას შორს დარტყმებში, ან ლოგისტიკურ დარტყმებში, უკრაინა ტექნოლოგიურად ბევრად უფრო ზუსტია და ეს ეხლახანს დაიწყო, ასე ვთქვათ, სერიული წარმოება იმ იარაღის, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ შევცვალოთ საერთოდ კონცეფცია ამ ომის. კი ბატონო, რამდენად არის შესაძლებელი თლიანად საჰაერო კომპონენტით ამ ომში ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა თქვენი აზრით? შეიძლება ამ საჰაერო გზით უკრაინა მიაღწიოს თავის სამხედრო მიზანს დეოკუპაციის? თუ რამე უფრო მეტი იქნება კიდევ საჭირო, თქვენ როგორ ხედავთ? მგონია ეს კომპონენტია სწორედ ის კომპონენტი, რომელიც ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან აკლდა უკრაინას და ფაქტიურად შემღებულობდით უბრალოდ და ვისწავლეთ დარტყმების მოგერიება რუსეთის შორსმფრენი დრონების და ბალისტიკური იარაღის, ასე ვთქვათ, ბალისტიკური იარაღისგან თავდაცვა. ეს იყო რასაც ვსწავლობდით ამ 5 წლის მანძილზე ფაქტიურად და სულ რაღაც ერთი თვეა რაც დავიწყეთ მეტნაკლებად დიდი მასშტაბური დარტყმები რუსულ ლოგისტიკაზე. პირველმა ერთ თვემ უკვე ანახა ის, რომ რუსეთს არ აქვს საშუალება თავი დაიცვას ესეთი იარაღისგან და ეს პრინციპულად შეცვლის ომის მსვლელობას, იმიტომ რომ რუსეთი არ არის მზად ესეთი დარტყმებისთვის, რუსეთი არ იყო გათვლილი ესეთ მძიმე ომზე და ხანგრძლივ ომზე. დღეს ომი არის გამძლეობაზე და ამტანობაზე და უკრაინა რა თქმა უნდა ბევრად უფრო ამტანი აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთს ჰქონდა ეს გათვლილი. აქედან გამომდინარე, სანქციების პაკეტი, რომელიც დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ, ესეც აკეთებს თავის საქმეს და ის ფაქტორი დაემატება ახლა ბევრად უფრო მძაფრად დაემატება ის ფაქტორი, რომ ლოგისტიკა განადგურდება ღრმად რუსეთში. პირველი ნაბიჯები და წინაპირობაც უკვე ხედავთ, იცვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, აფეთქებები იყო კრემლთან 6 კილომეტრში, ეს არის ძალიან ახლოს და რუსები მიხვდნენ უკრაინის შესაძლებლობებს უკვე და უკრაინა ანადგურებს სამხედრო ინფრასტრუქტურას, სარკინიგზო ინფრასტრუქტურას და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ეს ფაქტია უკვე. ხო, და ზღვაშიც პრაქტიკულად მოსვენებას არ აძლევს კი ბატონო. სხვა შორის ახლა როცა ვსაუბრობდით მათ შორის როგორ შეიცვალა ხედვა უკრაინის შესაძლო გამარჯვების, პოტენციურ გამარჯვების შესახებ დასავლეთში, აქვე ძალიან საინტერესო იყო გენერალ ზალუჟნის მასალა. თქვენს გაეცნობოდით ამას და ის პრინციპში ერთგვარ წონასწორობაზე საუბრობდა, რომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა რუსეთმა ვერ მიაღწია თავის თავდაპირველ პოლიტიკურ ამოცანებს და მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად დამარცხებულია, მას შეტევითი პოტენციალი აქვს. მეორეს მხრივ უკრაინაც უტევს, თუმცა მას სრულად არ შეუძლია საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება. ხა თქვენ სახსენეთ, რომ ალბათ ლოგიკური წერტილი უნდა იყოს მოლაპარაკებები, თუმცა ახლანდელი ვითარება და მათ შორის ნატოს სამიტმაც რაც თქვა ჩვენა და იმ პირობამ, რაც უკრაინა იღებს მომავალი შეიარაღების მიღების თაობაზე მიუთითებს იმაზე, რომ თითქოს წინ კიდევ ხანგრძლივი ბრძოლა უნდა იყოს. აი თქვენ როგორ ხედავთ ამ პერსპექტივას დროში, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს? ძალიან რთულია დროზე ვილაპარაკოთ, მაგრამ იმ ტემპებით, რა ტემპებითაც უკრაინა აწარმოებს ვთქვათ რეაქტიულ დრონებს, შეგვიძლია ეს ომი ერთ წელიწადში დავამთავროთ, თუ ესე გაგრძელდა. თვითონ
ფრონტის ხაზს რაც შეეხება, მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სტრატეგიულია ფრონტის ხაზი და არ მოძრაობს და რუსეთი ძალიან კარგად ხვდება, რომ ვერ გადაწევს ამ ფრონტის ხაზს, იმიტომ რომ ნებისმიერი ნაბიჯი უჯდება 1000-დან 1500 ჯარისკაცამდე დღეში, ესა 5 ბატალიონი, 3 ბატალიონი როდიში და ფართომასშტაბიანი ოპერატიული გარღვევა არ ქონია რუსეთს ძალიან დიდი ხანი. იმას ნიშნავს, რომ რუსეთი დგას ერთ ადგილზე და ერთადერთი რაც შეუძლია გაუსწორდეს უკრაინულ მოსახლეობას, იმიტომ რომ ძირითად სამიზნე თავს სწორედ მჭიდროდ დასახლებული უკრაინული ქალაქი. ეს არის რუსული სტრატეგია ტერორიზმი და უბრალოდ დაშინება მოსახლეობის, გონიათ რომ ამას ექნება ეფექტი. კი უკრაინას აქვს პოტენციალი, რომ ხანმოკლე ვადაში შეძლოს ბალისტიკური იარაღის წარმოება, ერთობლივი რა თქმა უნდა დასავლელ პარტნიორებთან და იმ დრონების წარმოება, რომელ დრონებსაც ვერ უმკლავდება რუსეთი. კი ბატონო, რთულია ვერ გეტყვით, მე განმავლობაში მოხდება ეს. აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, როგორ ადაპტირდა პუტინის ამოცანამ არ არის რთული გასარკვევი, ხო? მას სჭირდება რომ გავიდეს იმ ადმინისტრაციულ საზღვარზე, რაც მათ აღიარებული აქვს, რომ ეს არის რუსეთის ტერიტორია და ეს შეუძლია გამოაცხადოს როგორც ომის მიზნების მიღწევა და აქ დაასრულოს ომი, რომლის დასრულება ფაქტია, რომ მას რაღაცნაირად მაინც სჭირდება, ხო? ის ვეღარ იტანს იმ ტვირთს, რაც ამ ომს მოაქვს რუსეთის ეკონომიკისათვის და პოლიტიკურადაც. ამ ნაწილში უშუალოდ ფრონტის ხაზთან დაკავშირებით, მამუკა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, არსებობს შესაძლებლობა გავიგეთ, რომ ბალანსი შეიცვალა, ან გათანაბრდა, ან უპირატესობა აქვთ უკრაინელებს ჰაერში, დრონებში, ზღვაზე, მაგრამ უშუალოდ ფრონტის ხაზზე გაშლება თუ არა შესაძლებლობა, თქვათ, უახლოეს თვეებში, რომ უკრაინელები გადავიდნენ უკან შეტევაზე და მოახერხონ ტერიტორიების გათავისუფლება, უკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, იმიტომ რომ თავარი მდგენელი მაინც საბოლოოდ ფრონტის ხაზი არის, ხომ, ბალანსის. ბალანსის ყველა ხდება სწორედ რუსული ლოგისტიკით. რუსული ლოგისტიკა ვეღარ ახერხებს თავისი მოწინავე ჯარის მომარაგებას, ესაა მთავარი. და სწორედ ამაზეა გათვლილი უკრაინული დარტყმები. რაც შეეხება თვითონ ფრონტის ხაზს, აი გეტყვით, რომ არის სტატიკური, არ მოძრაობს. ელემენტარული, ყველაზე პრიმიტიული ფაქტი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის რომ დონეცკის ოლქის აღება ვერ შეძლეს ბოლომდე 2014 წლიდან 12 წლის განმავლობაში. ერთი ოლქის ჩაგდება ვერ შეძლეს ხელში, მთლიანად რუსებმა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არ აქვს რუსეთის არმიას იმის ძალა, რომ დონეცკის ოლქი მიიყვანოს ბოლომდე და რაღაცა მიზანს მაინც მიაღწიოს. ან უბრალოდ რუსულმა დეზინფორმაციულმა მანქანამ თქვას, რომ რაღაცა მიზანს მიაღწია. ვერ მიაღწია ამასაც, იმიტომ რომ ფრონტის ხაზი იმდენად გამჭირვალე გახდა და იმდენი დრონი მუშაობს ორივე მხარეზე, რომ გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელია. ნებისმიერი ფეხის და ხელის განძრება მთავრდება იმით, რომ FPV დრონი მოფრინავს, ეჯახება და კლავს. ადამიანი იქნება თუ ტრანსპორტი. ესა უკვე ტექნოლოგიური ბრძოლა და აქედან გამოსავალს ვერ პოულობენ რუსები ერთადერთი. მე რასაც უყურებ ახლა დინამიკას, ცდილობენ დიდ ქალაქებს დაარტყან დასახლებულ პუნქტებს. სწორედ სადაც უფრო მეტი ადამიანი მოკვდება და ამიტომ ესკალაციის ეს სივრცე დარჩა მხოლოდ პუტინს მშვიდობიან მოსახლეობაზე გაათმაგებული და გაშმაგებული თავდასხმები. აქ არ გულისხმობ თქვათ რაც ატომური იარაღის გამოყენების პერსპექტივას. კიდე რა შეუძლია, რითი შეუძლია გაკეთოს ესკალაცია, იმიტომ რომ მას შესაძლოა ჭირდება ომის დასრულება, მაგრამ მისი ეს წარუმატებლობა ასევე მძევლად აქცევს მას იმისა, რომ ვერ ასრულებს ამ ომს და ბევრი შიშობს, რომ მას მოუნდება ესკალაციაზე წასვლა თუ ამის საშუალება ექნება. ესკალაციას რას დავარქმევთ, რუსეთი манипуლირებს ვირტუალური იარაღის გამოყენებით 2014 წლიდან ბოლო იმიდან ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან არა. ეს მოქმედებს უფრო დასავლურ პუბლიკაზე ვიდრე უკრაინულ, იმიტომ რომ გარკვეული ადაპტაცია გაიარეს უკრაინელებმა და აღარ აქცევენ ყურადღებას პუტინი რას იტყვის ტელევიზორში. ეს არის გათვლილი შიდა პროდუქცია, ეს არის გათვლილი რუსებზე, რომლებიც უზიან ტელევიზორებს და უხარიათ როგორ კლავენ უდანაშაულო უკრაინელებს და რომ უხარიათ ის ფაქტი, რომ რუსეთს გააჩნია ვირტუალური იარაღი. ამას გამოყენების შანსი არის რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ არაადეკვატური მართლობა ყავს რუსეთს, მაგრამ მინიმალური შანსია, იმიტომ რომ რუსეთმა იცის ამის მერე რა შეიძლება დაემართოს რუსეთს.
ეს არის უძლიერესი საერთაშორისო სანქციები და სხვადასხვა ასე ვთქვათ ეტაპი რუსეთის ნგრევის ძალიან სერიოზული საფრთხე მყისიერად. კი ბატონო, ამიტომ დიდად მაგიდასაც აღარ დარჩება იარაღი, რითიც შეიძლება მანიპულირების გაწევა. ანუ ფაქტიურად გამოიყენებს ყველაფერს, რაც კი შეიძლებოდა და აქედან გამომდინარე, რუსეთის სახელმწიფოებრიობისთვის, როდესაც აღარ რჩება სხვა გზა, ესაა დანგრევის გზა. კი ბატონო.